იმასედაც ჩემი პოზიცია ვთქვა. რატო არის აი ჩვენ საზოგადოებას და ოცნებისტებს მიმართავ წეხან რომ მეტი აქტიობა საჭირო რაღაც პოზიცია დააფიქსირეთ და რატო ვთქვათ არ ამბობენ იმიტომ რომ საკუთარ ადგილობრივ რეგიონულ ფეოდალს არ ეწყინოს და მე ვიღაცა სამსახურიდან არ გაუშვან და ასე შემდგომ. ახლა იგივე ფორმით შეიძლება გულისწყივილი გამოვხატოთ მრევლიდან არ დადებული პოზიციის მიმართ, აი უყურებს მრევლი, ეს მრევლი იქნება ერისკაცი თუ სასულიერო პირი, შეურაცხყოფას სიწმინდეებისას და ერთმანეთთან მე არ ვიტყვი რომ ეს სიამოვნებს მრევლს ღმერთმა დამიფაროს, მაგრამ მრევლში გულისწყობ არა მარტო ერისკაც სასულიერო პირებსაც, რომ სიამოვნებთ, არა ერთმა დამიფაროს რომ ასე ვიფიქროთ, მაგრამ ერთმანეთში და ამბობენ მწუხარებას გამოხატავენ, მაგრამ საჯაროდ ამას არ ამბობენ. იგივე მე ვფიქრობ, რომ იგივე მიზეზია, რის გამოც მსგავსი მიზეზი უпроსტად, რის გამოც ოცნებისტები არ იღებენ ხმას. საფრთხეს წარმოადგენს დღეს ხმის ამოღება, მამაო. ამიტომ ადამიანები მიჩვეული არიან ეს მორწმუნეა თუ დაკლებად მორწმუნეა თუ რამე, ეკლესიის მრევლი იქნება თუ არა მრევლი, მიჩვეული არის, რომ და მუდრეკილია უფრო, რაც შეიძლება იყოს კომფორტში, არ შეწუხდეს, პრობლემები არ შეექმნეს. ნაკლები პრობლემები უნდა ყველას და ამიტომ თავს იკავებენ. და ეს მე ვფიქრობ, რომ აი მე ორი სიტყვა სარწმუნოებრივი თვალსაზრისით სიმშვიდე და გულგრილობა მინდა ამას შორის პარალელი გავავლო. აი უნდა იყოს შვიდნიო, გვეუბნებიან, რომ თქვა უნდა იყოს შვიდა წყნარად და არ არის საჭირო ხმაური და ასეთი ემოციები. რა თქმა უნდა, სიმშვიდე კარგია. ნეტარიყვნენ შვიდნი, რამე თუ მან დაიმკვიდრო ქვეყანა. მაგრამ ამასთან ერთად უნდა ვეცადოთ, შვიდნი უნდა ავიყოთ ყოველთვის, ნებისმიერი განსასწრების დროს არ უნდა ავღელდეთ და მე რომ ღელდები მამაო, მაგ შფოთიანი რაღაც ისეთი მდგომარეობა პერიოდულად, როგორც სასულიერო პირის მამის შენდობას თხოვ და საჯაროდ ვამბობ ჩემ ცოდვას, მაგრამ როდესაც შენ სიმშვიდეზე ლაპარაკობ და გადაგიდის უკვე გულგრილობაში, აი ეს უკვე სხვა თემა არის. ესეთი რამე გულგრილი და ადამიანები ღმერთს ზაგს. გულგრილი რო ხდება ადამიანი, შეურაცხყოფა მიაყენეს. ხო რა, შვიდად იყავი, არ გინდა რა ხმაური. აგერ შებილწეს ჯვარი, არ გინდა რა ხმაური, შვიდად იყავი, სასულიერო პირი ხარ, მორწმუნე ხარ, ჩვენ უნდა გვიყვარდეს. ვაიმე, უნდა გვიყვარდეს ეს ლოგიკა. მე ადგენდა ღვთისმშობელი შეურაცხყოფს. ვაიმე, ჩვენ უნდა გვიყვარდეს ყველა ცოდვილი, როას ლაპარაკობთ. და ხდება რა. ცოტა მე დაახატეს იმაზე რა. მე ასე ვხდი, მაცხოვარი შეურაცხყოფს. ღმერთი შეურაცხყოფს, ყველაფერი შეურაცხყოფს და ჩვენ უნდა გვიყვარდეს. ჩვენ უნდა გვიყვარდეს ცოდვილი, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეგუება ცოდვასთან. და ჩვენ ხმამაღლად უნდა ვთქვათ, ეს არის ცოდვა. როდესაც ჩვენ ვამბობთ ცოდვაზე, ღიად, ამით ჩვენ ვეხმარებით ცოდვის ჩამდეს. მიუთითებთ, რომ ის ცოდვაშია. ცოდვილისადმი სიყვარული ცოდვის მხილებით გამოიხატება. თუ ცოდვილს ჩვენ უყურებთ, არ ვეუბნებით, რომ ეს ცუდია, ჩვენ ის ცოდვილი არ გვიყვარს. და თუ ჩვენ ვეუბნებით, რომ ცუდია, ჩვენ გვიყვარს ის ცოდვილი. ძველ აღთქმაში არ მახსოვს, რომელი თავში წერია, თუ ხედავ, რომ შენი ძმა ცოდავსო, მიდი და უთხარი მასო. თუ მან შეინანაო, ძმა გიპოვიაო, მაგრამ თუ შენი შეგონება არ მიიღო და არ შეინანა, შენ თავისუფალი ხარ და ის აგებს პასუხსო. მაგრამ თუ შენ არ ეტყვი შენ ძმას, რომ ის ცოდავს, ის აგებს პასუხს თავისი ცოდვისთვის და შენს მოგეკითხება შენი სიჩუმე და გულგრილობა, მისი რომ უყურებდი, რომ შენი ძმა ცოდვაში იყო. ამას გვასწავლის წმინდა წერილი. ეს არის, არ შეიძლება ერთმანეთში აგვერიოს სიმშვიდე და გულგრილობა. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ. ამიტომ მე რა თქმა უნდა სიყვარულით ამასაც რომ ვამბობ,
იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ვიღაც არ მიყვარს და რა მე ხო სახელებს არ ვასახელებ და ვიღაცის მიმართ არა. მე ვცდილობ გითხრათ ის, რაც გეშლებათ, შემოძვირფასებო. ეკლესიის მრევლი იქნება ეს თუ ოცნების მომხრეები იქნებათ, როდესაც მე მაგალითად ხელისუფლების მიმართ ვამბობ შენიშვნებს, ეს უსიყვარულობას კი არ ნიშნავს. მე მინდა რომ ეს შეცდომები არ გქონდეს მათ. მე პანაცია კი არაა, ჩემთვის როგორმე ეს ხელისუფლება შეიცვალოს. ჩემი სურვილია რომ ყავდეს ხელისუფლება, რომელიცაც ეყარება სარწმუნოება და იცხოვრებს სარწმუნოებით, იქადაგებს თავისი მოღვაწეობით სარწმუნოებას, პირდაპირ მქადაგებელი ეკლესიაა, მაგრამ მე ვამბობ, რომ არ იქნება მოწინააღმდეგე სარწმუნოების, ესეთ ხელისუფლება მინდა. ღირსებას რო წამოწევს წინ და ჩვენ ქართველობასადმი პატივისცემელი რო იქნება. ესეთ ხელისუფლება მინდა და თუ შეიცვლებიან იყონ ბატონო ბოლომდე. მაგ პრობლემა კი არა მაქვს მე. ამიტომ სიმშვიდე და გულგრილობა. მე მინდა სიყვარულით უთხრა ყველას. კი ბატონო, ვიყოთ მშვიდნი, მაგრამ ნუ იქნებით გულგრილნი, როდესაც შეურაცხყოფა ხდება ჩვენი სიწმინდეებსადმი. ჩვენ გვმართებს თქმა ამისა. ნახეთ, უფალი ეუბნება მოციქულებს. თქვენ ხართ მარილი სოფლისანი. ოდეს მარილი განქარდეს, რითიღა დაიმარილოს. ანუ მარილი რას ნიშნავს? მარილის ფუნქცია რა არის? რატო უწოდებს მოციქულებს მარილს? ქრისტე, მარილის ფუნქცია დაიცვას ხორცი გაფუჭებისგან. სასულიერო პირებისა და მორწმუნე საზოგადოების ფუნქციაა და პირველ სასულიერო პირებისა დაიცვას საზოგადოება ცოდვებისაგან. ამიტომ მარილი ნიშნავს, რომ ანხილოს, ანუ მარილის დაყრა სხეულზე, ჭრილობაზე მტკივნეულია, მამაო. ძალიან მტკივნეულია, ეს მტკივნეულია სიმართლის მოსმენა, მაგრამ ჩვენ უნდა ვთქვათ სიმართლე. და არა სიძულვილით, არამედ სიყვარულით უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე. და მე ვფიქრობ, რომ მე არავინ არ პირიქით, ყველანი ესეთ მიყვარს, ჩემი ხალხი, ჩემი სისხლი და ხორცი არის, მე თუ გამარჯვება მინდა, მათთან ერთად მინდა გამარჯვება.